ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. თავი მეცხრე. რაისათვის გამოხვედ. მამა უხედავ, რომ შემცირდა მოშურნეობა, რომელიც მონასტერში მოსვლის პირველ ხანებში მქონდა. იმისათვის, რომ ცეცხლი შენარჩუნდეს, გამუდმებით შეშა უნდა შეუკეთო, თორემ თუ ერთხელ აანთე და შემდეგ საერთოდ არ შეუკეთე, ჩაქრება. იგივე ხდება მოშურნეობასთან დაკავშირებითაც. წმინდა მთაზე ამბობენ, რომ დამწყებს ათონის მწვერვალის ოდენა მოშურნეობა უნდა ჰქონდეს, რათა შემდეგ ერთი კენჭიღა შერჩეს. იმ თავდაპირველ მოშურნეობას, რომელიც მოცულობით ათონის მწვერვალს გავს, ქრისტე გვანიჭებს. ჩვენი მოშურნეობა კი არის კენჭი, რომელიც ბოლოს რჩება. ამიტომ დამწყებმა უნდა გამოიყენოს ის, რასაც ქრისტე დასაწყისში ანიჭებს და არ უნდა წავიდეს კომპრომისებზე. თუ დასაწყისში ყურადღებას არ გამოიჩენს და მოშვებული იქნება, თუ მცირედით არ აიძულებს საკუთარ თავს და იტყვის, რა უშავს ამას, რა უჭირს იმას, ამას საჭიროება მოითხოვს, ის ნებადართულია ჩემთვის, წარმოიდგინე ამის შემდეგ რა მოხდება. გარკვეული დროის შემდეგ ქრისტეს უკან მიაქვს მონაზვნისთვის მინიჭებული მადლი და ტოვებს მას, რომ თავისით იბრძოლოს, რათა გამოიცადოს. ამდენად ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ მონაზონს დასაწყისშივე ჰქონდეს სულში ცეცხლის ალი, მოშურნეობა, შემდეგ კი ყველაფერი ბუნებრივად განვითარდება. ვისაც თავიდანვე აქვს დიდი მოშურნეობა, რამდენიც არ უნდა დახარჯოს, მაინც დარჩება. შეიძლება მამაო ვინმე იქამდეც კი მივიდეს, რომ საერთოდ აღარ ჰქონდეს მოშურნეობა. იმ წუთიდან, რაც მონაზონი მონასტრულ ცხოვრებას შეუდგება, ზეცას უნდა შეემსჭვალოს ლოცვით, სულიერი საკითხავითა და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოშურნეობა გაუნელდება და მისი გონება კვლავ ერში იხეტიალებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში სხვადასხვა წვრთნას შორის იყო შემდეგიც. ორმოში ბინძური წყალი იყო დაგუბებული. ზემოთ კი მწვრთნელი თოქს დაკიდებდა. თითოეული ჯარისკაცი უნდა გაქანებულიყო, რათა თოქს ჩასჭიდებოდა და ორმოს მეორე მხარეს გადამხდარიყო. თუ გაქანება საკმარისი არ იყო, ჯარისკაცი ორმოს თავზე ქანქარასავით აქეთ-იქეთ მოძრაობდა და ბოლოს წუმპეში ვარდებოდა. მაშინ მწვრთნელი თოქს გადაუგდებდა, წუმპიდან ამოიყვანდა და სარტყლით გაროზგავდა. შემდეგ კი აგზავნიდა, რომ დაებანა, გამოეცვალა და კვლავ დაბრუნებულიყო. იგივე ემართება მონაზონსაც. თუ ღმერთს კარგად არ ჩაეჭიდება, რათა ერთი გაქანებით მიწიდან ზეცა დაფრინდეს, არც ერში იმყოფება და არც მონასტერში. გამუდმებით იტანჯება ყოველდღიური სირთულეებით, რომლებსაც ვერ უმკლავდება, საბოლოოდ კი იძირება. შემდეგ მოდის ეშმაკი და გულის სიტყვებით შოლტავს. როგორ ხდება მამაო, რომ როდესაც მონაზნურ ცხოვრებას შევუდგებით, ამ სოფლიური არაფერი გვხიბლავს. ყველაზე მეტად მონაზნური ცხოვრება გვიყვარს. საბოლოოდ კი მაინც ვერ ვახერხებთ წინსვლას. არ გვაქვს წინსვლა, რადგან გვავიწყდება რა არის ჩვენი მიზანი. როცა ადამიანი რომელიმე ხელობის შესწავლას იწყებს, შემდეგ კი სხვაზე გადადის, შესაძლებელია წინსვლა ჰქონდეს. ან იქნებ ყველა მით სწავლას შეუდგება, საბოლოოდ იძენს განათლებას. მრავლად არიან სტუდენტები, რომლებიც არ მეცადინეობენ და მაშინ, როცა მათი მშობლები იხარჯებიან, ისინი აქეთ-იქეთ დაეხეტებიან, საგნები კი ჩაუბარებელი რჩებათ. ასევე ჩვენც მონაზვნები, თუმცა კი ვტოვებთ ყველაფერს ქრისტეს სიყვარულისთვის და მონასტერში მივდივართ, მაგრამ არ შევემსჭვალებით ქრისტეს და ვივიწყებთ ჩვენს მიზანს,
ჩვენს მისიას. ეს იგივეა კაცი სამოგზაურო სააგენტოში მიდიოდეს და არ ახსოვდეს სად მიდის. განა არ იტყვიან ეს კაცი საერთოდ შეიშალა ჭკუიდანო. ასევეა მონაზონიც, როცა ავიწყდება რატომ დაუტევა სოფელი და რა დაუსახავს მიზნად. ამის შემდეგ უკვე დავიწყება ჰქვია, ანუ ბრიყვი ხდება. მამაო, საიდან მოდის დავიწყება? არსებობს სხვადასხვა მიზეზი. შენ შემთხვევაში დავიწყების მიზეზი ყურადღების გარეგანისკენ მიმართვაა. მონასტერში სულის განსაწმენდად მოხვედი. საბოლოოდ კი შენი გონება ყველაფერზე ფიქრობს გარდა უმთავრესისა. დაკავებული ხარ სხვებით და არა საკუთარი თავით. და როგორ უნდა ვებრძოლოთ დავიწყებას? კარგი მშფოთვარებით. კარგი მშფოთვარება კი მაშინ შემოდის ჩვენში, როცა არ ვივიწყებთ მიზანს, რისთვისაც მონაზნურ გზას შევუდექით. წმინდა არსენი დიდი როგორ განიწმინდა? არ ავიწყდებოდა მიზანი, რისთვისაც უდაბნოში გავიდა. ყოველდღე ახსენებდა საკუთარ თავს, რაისთვის გამოხვედ და ასე მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი სასახლეებში ცხოვრობდა, ფუფუნებაში იყო და უდაბნოში 65 წლის ასაკში წავიდა, ისეთ სულიერ საზომს მიაღწია, რომ აღემატა სხვა მამებს, რომლებიც წლების განმავლობაში მოსაგრეობდნენ თებაიდასა და ნიტრიაში, თანაც გამობრძმედილები იყვნენ. მამაო, იქნებ ყველას არ გვაქვს ის წინაპირობები, რაც საჭიროა მონაზნობისთვის. წინაპირობები ყველას აქვს, ვინც მონაზნურ ცხოვრებას შეუდგა. იმათაც კი, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი წინაპირობა არ გააჩნია, მათ ყველაზე მეტი წინაპირობები აქვთ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომელი მიზნისთვის დავტოვეთ სოფელი, რადგან შემდეგ მოდის ეშმაკი, თავის ქსელში გვხლართავს და უხმარყოფს ყველა ჩვენს ნიჭსა და წინაპირობას. შედეგად კი ჩვენც იმ კაცივით გვემართება, რომელიც ერთხელ ნიღდედან ოდესის გზას გაუდგა. ნამდვილი ამბავია. სოფელ ნიღდეს მახლობლად ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ოდესაში წასვლა სურდა. ჯერ კონსტანტინოპოლში წავიდა საბუთების მოსაგვარებლად. იქ ერთი კაცი მიუახლოვდა და უთხრა, რა ხდება, პაპა, სად მიდიხარ? აი, ოდესაში ვაპირებ წასვლას. ამ ტანისამოსით უნდა წახვიდე, ასე როგორ წახვალ? არ გაქვს ფული ტანისამოსი რომ იყიდო? ჰკითხა მან. მაქვს ლირები, უპასუხა მგზავრმა. მოდი წამოყვები, ტანისამოსი იყიდე და ჩაიცვი, უთხრა მან. წაიყვანა ბაზრობაზე, უყიდა პიჯაკი, ქუდი, გაუმასპინძლდა კიდეც, თავგზაუბნია. ეს რა კაცი ვნახე, ფიქრობდა მგზავრი. წამოდი, ჩემს სახლში წაგიყვან, რატომ უნდა დახარჯო ფული სასტუმროში? წაიყვანა რომელიღაც ვიწრო სარდაფში და გაძარცვა. ყველაფერი წაართვა, ის ტანისამოსიც კი, რომელიც უყიდა. საბედნიეროდ ვიღაც თანასოფლელებმა დახმარება გაუწიეს და თავის სახლში დაბრუნდა. ასე იქცევა ეშმაკიც. აქეთ-იქიდან თავგზას გვიბნევს, საბოლოოდ კი დროსა და ენერგიას ამაოდ ვფლანგავთ. დღეს მონაზნობაში საუკეთესო მასალა არსებობს. ყველას, ვინც მონაზნურ ცხოვრებას იწყებს, საუკეთესო წინაპირობები აქვს. ისინი გაიღებენ დიდ მსხვერპლს, ტოვებენ სოფელს, თავიანთ მშობლებს, სამუშაოს, კარიერას და საკუთარ თავს ღმერთს უძღვნიან. ეს არც თუ უმნიშვნელო რამ არის, მაგრამ როცა ვხედავ ამდენ მნიშვნელოვან ადამიანს, რომლებმაც იდეალურად დაიწყეს, შემდეგ კი მონასტერში კვლავ ითხოვენ იმას, რაზეც უარი თქვეს, ანუ რაიმე თანამდებობას, პატივისცემას, დაფასებას, იცით როგორ ვიტანჯები, ტკივა, გული მიკუდება, რადგან დროს ამაოდ ფლანგავენ. მამაო, ზედაპირულობის გამო გვავიწყდება ჩვენი მიზანი და კვლავ იმას ვითხოვთ, რაზეც უარი ვთქვით. დიახ, ზედაპირულობის გამო, რომელსაც ეშმაკი იყენებს. ერთხელ ერთი ბატონიშვილი გზაზე მიდიოდა.
თან ხელში ტკბილეული ცალსე ყუთი ეჭირა და დაინახა კაცი, რომელიც მუსიკალურ საკრავზე უკრავდა. ბატონიშვილი გაჩერდა და ცნობის მოყვარეობით უცქერდა. შემდეგ დამკვირვას სთხოვა, რომ ცოტა ხნით მასაც დაეკრა. მან მისცა, მაგრამ ისე შეუჭამა მთელი ტკბილეული, რომ ბატონიშვილს არც კი გაუგია. ასე აცურებს ეშმაკი მონაზვნებს დაკვრით, ანუ ამაო მისწრაფებებით, ასე კარგავენ ისინი თავიანთ საუკეთესო წლებს. დამწყებმა როგორ უნდა შეძლოს, რომ სწორად იაროს მონაზნობის გზაზე? კარგი საფუძვლის ჩაყრით და მასზე სტაბილურად დგომით. მახსოვს, როცა კონიცაში პრობლემები წარმოიქმნებოდა, ებრაელები გამუდმებით ამბობდნენ, არ მინახავს, არ ვიცი და ასე არიდებდნენ თავს ზედმეტ წვალებასა და სასამართლოებს, რათა დრო უქმად კი არ დაეკარგათ, არამედ დაკავებულიყვნენ ვაჭრობით და სიმდიდრე მოეხვეჭათ. ასევე მონაზონიც მყარად უნდა იდგეს იმ კარგ საფუძველზე, რომელზეც დასაწყისში დაუდებს თავის მონაზნურ ცხოვრებას და სხვა არაფრით დაკავდეს, რადგან ეშმაკი გონებას აუბნევს და მთელი ცხოვრება ამაო საქმეებში იქნება ჩაფლული. აი, როცა ესა და ეს მონაზონი მონასტერში მოვიდა, ჯერ კიდევ ერისკაცი იყო და გააჩნდა სიმდაბლე, კეთილშობილება, მოღვაწეობის სული. ახლა კი ნახე, სულ წვრილმანებით არის დაკავებული. მამაო, როგორ შეიძლება მონაზონი მონასტერში წახდეს? მონაზონი შეიძლება წახდეს, თუ დაივიწყებს რა გადაიტანა ერში, ვიდრე მონასტერში წასვლას მოახერხებდა. რამდენი სირთულის გადატანა სჭირდება ადამიანს, რომ სოფელს დააღწიოს თავი. დარდობენ მშობლები, თვითონაც იტანჯება, რადგან მონასტერში წასვლის საშუალებას არ აძლევენ. ითმეს, ვერ ახერხებს ლოცვას, ოდნავადაც ვერ პოულობს სიმშვიდეს. ერთი სიტყვით თითქოს საკანში იყოს გამოკეტილი. საბოლოოდ თუმცა თავისუფლდება, მაგრამ შემდეგ ვერ დაფრინავს. ხვდებით ამას. ადრე ერში არ ეძლეოდა სულიერი შესაძლებლობები და ხელფეხშეკრულივით საკანში იყო გამომწყვდეული. შემდეგ მიდის მონასტერში, სადაც პოულობს სულიერ ხელმძღვანელს, სულიერ დაძმებს, სულიერ გარემოს. პოულობს ყველაფერს, რაც ეწადა. საბოლოოდ კი პატარა ბავშვივით ახირებები აქვს და პრანჭვა გრეხას იწყებს. შესაბამისად წარმატებასაც ვერ აღწევს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იმაზე უარესიც კი გახდეს, ვიდრე ერში იყო. შესაძლოა ერში რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება და სიხარული ჰქონოდა, მონასტერში კი არაფერი აკლდეს და მაინც წუწუნებდეს. რომ ხსომებოდა თუ რა გადაიტანა, რათა სოფლისგან თავი დაეღწია, არ დაავიწყდებოდა თავისი მიზანი და წარმატებასაც მიაღწევდა. ამიტომ წმინდა მთაზე, როცა მონაზონი სულიერად ვერ წარემატება, ამბობენ, აფსუს მისი სამგზავრო ხარჯები. მამაო, ზეთი, რომელიც გონიერ ქალწულებს ჰქონდათ, რომელი სათნოებაა? ეს სიფხიზლეა. მათ კარგი მზადყოფნა ჰქონდათ და არ იყვნენ გულგრილნი. სხვებიც ქალწულები იყვნენ, მაგრამ არ ფხიზლობდნენ, გულგრილები, უგუნურები იყვნენ. თუ ვინმე დაბადებიდან გონება შეზღუდულია, იგი მომავალ ცხოვრებაში განკითხვის გარეშე გადავა, მაგრამ თუ ვინმეს გონება უჭრის და არ ფხიზლობს, იგი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. ამიტომაც თქვა უფალმა, იღვიძებდით. მამაო, როგორ შეძლოს დამწყებმა, რომ გამუდმებით ფხიზლად იყოს? იყოს გონება მოკრებილი და არ მიეცეს მოშვებულობას. იმისათვის, რომ ჯარისკაცმა მიზანში მოარტყას, იარაღს მჭიდროდ იჭერს და საკუთარ თავს მოშვებულობის უფლებას არ აძლევს. სუნთქვაც კი შეკავებული აქვს იმ დროს, როცა მიზანში იღებს. სიფხიზლე, ყურადღება, ღვთის ნიჭია თუ მოღვაწეობით მოიპოვება მამაო. ეს ნიჭიც არის და ამასთან თანდათანობითაც მოიპოვება იმ სულიერი სამუშაოთი, რომელსაც მონაზონი ასრულებს.
მთავარია თვალყური ადევნოს იმ მოვლენებს, რომლებიც მას გამოცდილებას სცენენ. მაგალითად, ვინმეს პირი ეწვება, რადგან 2 წუთსაც ვერ ითმეს, რომ საჭმელი გაცივდეს. შესაბამისად, შემდეგ ჯერზე ყურადღებითაა, მცირეც მოითმეს, რათა იგივე არ დაემართოს. ან ვთქვათ ადის მოყინულ კიბეზე და ფეხი უცურდება. შემდეგ ჯერზე უფრო ყურადღებით არის, რათა კვლავ არ დაეცეს. იგივე ეხება სულიერ საკითხებსაც. თუ ვინმე უყურადღებოდ არის და საკუთარ თავს არ აკვირდება, გამუდმებით ეცემა. მამაო, ახლა როცა მონასტერში მოვედი, ძალიან რთულად მეჩვენება, რომ ნამდვილი მონაზონი გავხდე და სრულიად განმიძარცო ამ მსოფლიური აზროვნება. ეს არ არის რთული, სიფხიზლეა საჭირო. როგორც მზვერავს გადაადგილებისას ყოველთვის მზადყოფნაში აქვს იარაღი და მუდამ ჟამფხიზლადაა, რათა შემთხვევით წარმოქმნილი საფრთხის შემთხვევაში თავი დაიცვას, ასევე მონაზონიც ფხიზლად უნდა იყოს და გამუდმებით აკვირდებოდეს საკუთარ თავს თუ როგორ მიდის. ხედავთ წმინდა მამები რაოდენ ყურადღებით ცხოვრობდნენ და როგორ აკვირდებოდნენ საკუთარ თავს, ამიტომაც მოუკლებლად სულიერ სიფხიზლეში იყვნენ. მამაო, მწამს, რომ რაც კი ჩემს თავს ხდება, ამას ღმერთი დაუშვებს ჩემ დასასიკეთოდ, მაგრამ როცა განსაცდელს ვაწყდები, არ ძალმიც, რომ ეს სულიერი სარგებლისთვის გამოვიყენო. როგორც ჩანს, სიფხიზლე არ გაქვს. სიფხიზლე და საკუთარი თავის მეთვალყურეობა გვეხმარება, რომ ყველაფერი სულიერად გამოვიყენოთ და წინ წავიდეთ. ეს არის და ეს. თუ ამას ახლავე, როცა დამწყები ხარ, ალღოს აუღებ, მორჩა და გათავდა. რომელიმე დასთან უთანხმოება მოგიხდა? დანაშაული საკუთარ თავზე აიღე. ეს ძალიან დაგეხმარება, რომ გამოსწორდე. რომელიმე დასთან შელაპარაკება მოგივიდა, დამდაბლდი, მის წინაშე მეტანია შეასრულე, შენდობა ითხოვე და განაგრძე. უსამართლოდ მოგექცნენ, ნუ მოითხოვ გამართლებას. აქედან რამდენიმე დრაქმას მიიღებ, ასე წახვალ წინ, გექნება რა შემოკრებილი მთელი გონება და გული ქრისტეში, ამდენად ბოროტი ვერსად გიპოვის სუსტ წერტილს. ვცდილობ არ დავივიწყო რაისათვის გამოხვეთ, რათა ფხიზლად ვიყო და ვიგრძნო ღვთისწყალობის საჭიროება, რომელიც გულს შემოსრავს. აი ყოჩახ, კარგად იქცევი, სიფხიზლე და ლოცვა, სადაც არის სიფხიზლე და მცირეოდენი ყოველდღიური მცდელობა, რომ ადამიანმა თავისი მიზანი არ დაივიწყოს, იქ ღვთის მადლიც მოდის.